მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. როგორ ვართ, ხომ ვართ ყველანი კარგად და ჯანმრთელად, ჩემო კარგებო. პირველ რიგში ძალიან დიდი მოკითხვა სიყვარულით ჩემს ემიგრანტებს გეფერებით შორიდან, ჩემო კარგებო, ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ. და უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს ლაიქისთვის, კომენტარისთვის, პირადი შეტყობინებისთვის და მადლიერებისთვის, რასაც არასდროს არ იშურებთ ჩემს მიმართ. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო თქვენ ამისთვის. ეხლა ჩემო კარგებო, მე დავდე რამდენიმე პოსტი უკვე, თუ ნახეთ როგორი რაღაცა თუ შეივსება, ალბათ რამდენიმე ადამიანი ეხლა თვეში მე ტაროს რო ვასწავლი, 5 ადამიანზე მეტს ფიზიკურად ვერ ვამატებ. იმიტომ რომ შეიძლება ეს დაჭერდეს დაახლოებით ყოველდღიურად ნახეთ 2-3 კვირა შეიძლება ერთ ადამიანს დაჭერდეს ერთი თვე, ამიტომ ჩემთან ტაროს შესწავლა ინდივიდუალურია და შესაბამისად აქ არ არის რომ ჯგუფშას შედგეს და ესე არა, უბრალოდ 5-6 ადამიანია ჩემი მაქსიმუმი თვის განმავლობაში ტაროს შესწავლაზე, რომ ყველასთვის მქონდეს დრო, ხო, პლუს ამას რამდენი საქმეა, ტაროს გაშლა, საჯარო გაშლა, ასევე კონსულტაციები, ხო, შესაბამისად საქმეები, მუშაობა, ხო, კარგად იცით თქვენ რაც ხდება და ვინცაც ჩემთან კონტაქტი აქვს, ეგეც იცით. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ყველაზე მთავარი რის თქმაც მინდა, ჩემთან ტაროს სწავლა არ ხდება კონკრეტულად აი ერთ თვეში ვამთავრებ, სამკვირაში ვამთავრებ, არა. შეიძლება დამჭირდეს ერთი თვე, შეიძლება დამჭირდეს თვენახევარი, შეიძლება 2 თვე. არა აქვს არანაირი მნიშვნელობა, ვის როგორ ჭირდება ინდივიდუალურია, ვისაც რამდენი დრო სჭირდება, იმ დროს ვუთმობ. ამიტომ თქვენ ეს მომენტი არ იფიქროთ, რომ მე ეხლა დრო არა მაქვს შევისწავლო, არა. დრო ყოველთვის არის და ენერგიები მით უმეტეს თუ გრძნობთ, რომ აი ახლოს ვართ ტაროსთან, აუცილებელია, სავალდებულოა. ნახეთ, თუ ეს შეგრძნებები არის, ახლა ჩემთან ძალიან გვიანია, არ შეიმჩნია თუ დამამტკნა რა ბევრჯერ 4 საათი ხდება ჩემთან და შემოვედი თუ არა სახლში, მაშინვე დავჭექი, რომ ამეტვირთა თქვენთვის ვიდეო, როგორც კი მე თავისუფალი დრო მაქვს, მაშინვე გიტვირთავთ ვიდეოს. ჩემო ძვირფასებო, დეტალურად თუ რაიმე კითხვა ეს, მესამე პირები ეს, გამოძახება ეს სხვადასხვა, ხო, ჩაკეტვების სიტუაციები, ყველაფერს წერთ პირადში. არაფერს არ ვპასუხობ კომენტარებში და არც არის საჭირო, ხო? იმედია ხვდებით. ეხლა TikTok-ზე მწერთ პირადში და მე თვითონ გამატებთ, ან არ არის პრობლემა, მომწერეთ, მოგწერთ ნომერს და მომატებთ, ხოლო YouTube-ზე კომენტარებშია ჩემი ნომერი ლინკის სახით, გადახვალთ და WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ი. ჩემო კარგებო, რატომღაც ძალიან მომინდა ჩამეწერა, მაპატიეთ დღევანდელი გაშლა, ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს, აი ძალიან მომინდა და მე ვფიქრობ, რომ ზუსტი დროა იმისთვის, ხო, ყველაზე მთავარი ძალიან ბევრი კითხვა მოვდის იმაზე, რომ რატო იყო მაისი ესეთი მძიმე, მარტო ჩემთან არის თუ სხვებთან, ყველასთან მძიმე იყო ჩემო ძვირფასებო მაისი, ყველას რთარ რთული იყო, არა მარტო პირადში, არამედ ფინანსებში, არამედ კარიერულში და შესაბამისად არ იდარდოთ, გამოიამინდებს, გამოვამზე და გამოვა სიტუაციები. კარგით, დავიწყოთ, თუ რაიმე დეტალი იყო ისეთი მნიშვნელოვანი, რომ მე საჯაროში უნდა მეთქვა. აუცილებლად თუ არა ვიდეოს ბოლოს ვიტყვი. ნახეთ როგორი ლამაზი და საოცარი, აი ესეთი ენერგიის მატარებელი ფულის ხექვია ამას, ნახეთ როგორ საოცარი. ხა ჩამომივიდა რამდენიმე დღეა. მაქვს აი აქაც მაქვს ფულის ხე, აი ესეთიც მაქვს, აი ასეთიც მაქვს ბაყაყზე როზის, მაგრამ ის როგორც ესე ხელნაკეთივით და ცოტა ნახატის ფორმის არის. ჩემო ძვირფასებო, მოკლედ, ეხლა დავიწყოთ, ვინ არის, ვისთან გვაქვს საქმე, პირველ რიგში ვნახოთ ეს შედგომ რა მოხდა თქვენ შორის, ხო, ეხლა გუში თუ ნახეთ ადამიანი, რა გინდათ რომ დღეს მოусმინოთ, ხო, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულს და სამი არკანით იქნება ვენატრებით თუ არა ჩაფიქრებულს, რა თქმა უნდა ვიცით, რომ ტაროლოგის რჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაელოდებით, ამიტომ როგორც ტაროს რჩევას მოისმენთ, ასევე ჩემს რჩევასაც მოისმენთ და
დასტის ფონს გადახედეთ, შეხედეთ მაინც სამიანი თასებით, ხო? ნუ ესე იგი რაღაცა სამკუთხედის თემაში იმყოფებით ზოგი როგორც ხედავ აქ და სიტუაცია ნუ არ არის გამორიცხული, კი ბატონო. ადამიანი ვისაც ეხება ეს, ნახეთ, შეგიძლიათ ვიდეო დავაპაუზოთ, დაწეროთ სახელი გვარი და ეს ჩაიფიქროთ დაბადების წელი, თვერიცხვით თუ იცით. საოცრებაა. ეხლა ოღონდ მართლა შოკი მაქვს, სრული შოკი მაქვს. ვის გეხებათ, ოღონდაც გადმოდით პირადში. არც უნდა დააყოვნოთ, აი ოღონდ შოკი მაქვს მართლა. ამოვიღე არკანები, ვის ეხება სიტუაცია, ვინ არის ეს ადამიანი და რა მოხდა თქვენ შორის და იმპერატორი და იმპერატრიცა ხალხო. თავიდანვე წყვილში სიტუაცია ამოდიოდეს, თავიდანვე წყვილში მდგომარეობას მიჩვენებდეს, თავიდანვე წყვილში თავშივე დაჯდეს იმპერატორი და იმპერატრიცა, ეს დამთხოვა არ არის. კარგად იცით თქვენ ხო, ტაროზე მნიშვნელოვანი არაფერია და ტარო ერთადერთი რამ არის, რაც ყოველთვის ერთსა და უტყუარს გეტყვით, ხო? კარგად იცით, ვინც ერყობით ტაროში, ძველ ეგვიპტეში, საბერძნეთში, ელემენტარულად ომსაც არ გეგმავდნენ ტაროს გარეშე, ხო? ტაროს პროგნოზი იყო ჯერ და იმის მიხედვით გეგმავდნენ ყველაფერს. ნახეთ სად ვართ? შოკი მაქვს, ოღონდ მართლა. შეხედეთ რა. არ ვიცი, აი ტყუილა და ოღონდ მართლა რომ შემოვიდი მეთქი აი კვეთენდება ლამის და აი არა რატომღაც აი შინაგანმა ინტუიცია მე მითხრა რომ მე უნდა ჩამეწერა ვიდეო. მართლა შოკში ვარ, ჩემოძირფასებო, ვის გეხებათ გადმოდით პირადში. აი არც უნდა დააყოვნოთ, წყვილში მყავხართ ჩემოძირფასებო. არ არის გამორიცხული ცოლქმარი, არ არის გამორიცხული დიდი ხნის პარტნიორი, არ არის გამორიცხული მცირე ხნის, მაგრამ იმპერატორი და იმპერატრიცის სავალდებულო კი არა ეს ცოლქმარი იყოს. ერთი-ერთში მსგავსი ადამიანები რო ხართ და აქ სამიანი თასები დავიჯდა. ვის შორისაც ჩადგა როგორც ჩანს პირდაპირ ერთი-ერთში მესამე პირი არ არის გამორიცხული, ეს იყოს დედა, ქალი, ნათესავი, ძმაკაცი, პეტრე პავლე. ხვდებით ხო, რასაც გულისხმობ, რამაც მიგიყვანათ იქამდე, რომ ურთიერთობა აი ესეთ მდგომარეობაში გადავიდა და ურთიერთობა განულების პირას მელიასავით გაძურწვას, ასე ვთქვათ, მელიასავით გაძურწვა ამჯობინა და წავიდა ვინ იმპერატორმა? თქვენ გიჯერათ, თქვენ კარგად იცით ხა ტაროს ჩემთან ვინც სწავლობს, მიხვდებიან ახ ჩემ მოსწავლეები, რასაც გულისხმობ. მაგრამ საჯაროში მე ძალიან ბევრს საუბრობ ხოლმე არკანებზე. როგორ ფიქრობთ ახლა, იმპერატორი ამას ხედავთ, რომ ეს არის ტიპი, რომელიც მელიასავით გაიძურწება? თქვენ გიჯერათ ამის? რა თქმა უნდა არა, ესე იგი იძულებული გავხადეთ, იძულებული გახდა. რაღაც სიტუაციება მიიყვანა იქამდე, რომ ადამიანი ურთიერთობიდან წასულიყო სამწუხაროდ. ოღონდ მე არ გეუბნებით, რომ დასრულებული არა, ტუსით იწყება, პენტაკლის ტუსით იწყება. მუშაობა უკვე მიმდინარეობს, არ არის გამორიცხული, ვინც ჩემთან მუშაობთ, იმათ გეხებოდეთ, არ არის გამორიცხული, რომ ზოგადად ეს ბიჭი რაღაც ხო ისეთი ტიპები რო არიან, ფხიანს ვეძახით, ხო? მიდგება, მოდგება. არ არის არც ის გამორიცხული, მაგრამ ვინაიდან აქ მაგი მიზის და აქ იმპერატრიცა, აქ მესამე პირის დანგრეულია, ჩემოძირფას ყველაფერი. კიდევ მეორებ, არ აქვს მნიშვნელობა ამას, ეს იყო დედა, ბებია, პეტრე პავლე თუ ვიღაც ქალბატონი. მაგის დანგრეულია ურთიერთობა, მაგის შეჩერებულია ურთიერთობა, მესამე პირების დახმარებით. უკან წავიდა მდგომარეობა. ნახოთ, ენატრებით თუ არა ჩაფიქრებულ ადამიანს. ემოცია აღარ გვაქვს, ჩემოძირფასებო. საერთოდ აღარ აქვს, ანუ ნახეთ, სწორად მინდა გაიგოთ. მონატრება მოდის ემოციებიდან. რატო არ გვაქვს ემოცია, რა მოხდა? ემოცია განულა, რამ განულა? ამ დროს ეგოისტია ადამიანი, ამ დროს ეგოისტია, თავისი ხართ. ეს ესე თulis, რომ ჩემია და მორჩა. აი დაახლოებით ასეთ სიტუაციას უყურებთ ახლა. მაგრამ მარტოა. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მესამე პირები იყვნენ, შინაგანად ადამიანი მარტო იმყოფება. იმიტომ რომ ადამიანი ვერ გაერკვა რა მოხდა,
თქვენ შორის სიტუაცია ვერ მიხვდა რა მოხდა, ადამიანი იძულებული გახდა წასულიყო. ოღონდ გულახდილად გითხრათ, აქ კონკრეტულ მიზეზს ვერ გეუბნებით, აქ უმეტესის შემთხვევაში მესამე პირი იყო, რის გამოც ადამიანი წავიდა, ჩართო ტვინი, ჩართო გონება და გადაწყვიტა, რომ სამყაროს ნებავდა ასე და დატოვა იქაურობა და წავიდა. მაგრამ მონატრებას რაც შეეხება, კი ბატონო, ადამიანს ეგოისტობა გააჩნია, კი ბატონო, ადამიანი ემოციურად მაინც ასე თუ ისე რაღაც მიჯაჭვულობის თემებს ხედავ, მაგრამ არ ვიცი, ზოგთან ემიგრაციის თემებიც არის და ანის არის აქ და ან პირიქით არის და არ არიან თასებით და განდეგილით. ძალიან ცუდი მდგომარეობაა. ამას არ ჭირდება, აი შეხედეთ ეხლა თქვენ თვალით დაიმახსოვრეთ, როდესაც იმპერატორი და იმპერატრიცა ხართ წყვილში გითხარით. და პარალელურად განდეგილი და რუიანთასები ამოდის მონატრებაში და აქ არ მიჩვენებს ოღონდ ეგოისტობას უფრო მიჩვენებს და სიბრაზეს უფრო მიჩვენებს, ესე იგი ახალი დაშორებულები ხართ როგორც ჩანს და არ არის გამორიცხული კონკრეტულად ცოლქმარი პარტნიორები და მესამე პირებითგანან, მაგრამ ჩემო ძვირფასებო, როცა ამ არკანებს ხედავთ, აი როგორ უნდა ცუდად არ გამიგოთ, სწორად უნდა გაიგოთ. მე მაგალითად ესეთი ვარ. მე თუ რაღაც გამოსწორება შემიძლია, მე ერთ ადგილას ვერ მოვისვენებ. აი 100,000 ჯერ ავხდი ადამიანს თავს. ესეთი ადამიანი ვარ მე, ისე არა რომ რაც უნდა თუ ეგრე უნდა და მოდი პაკა. არა, არავითარ შემთხვევაში, როცა იმპერატორი და იმპერატრიცა ხართ, როცა წყვილში მიჯდებით, რატო ვის რა უნდა დაუთმოთ, რაც ლაპარაკობთ, რატო გადახვედით განდეგილში, რატო და ადამიანის ანუ ესე იგი თქვენს განრიყდით, ასე ვთქვათ, საერთოდ განცალკევდით, ესეც განცალკევდა. არავითარი, ჩემო კარგებო, არავითარ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხა მეზე პირად ვერ გეტყვით, საჯარო გაშლა ამაზე მჭირდება პირადი, რომ დაზუსტებით და სწორი ინფორმაცია გითხრათ, რომ აი კი ვთქვათ, დაახლოებით გითხრათ, რომ როგორი თემა შეხედეთ, რომ ხო, აი ამ ეტაპზე არ ღირს, არ დარეკვარს, პირიქით, იქნებ სხვანაირად გელაპარაკებით, იქნებ სხვა რამეს გეუბნებით. არ მომწონს ჩემო ძვირფასებო, ძალიან მიყურადებული, აი სწორად მინდა გაიგოთ რა, მე მესმის შეიძლება კომენტარებში დამიწეროთ, რომ ზედ გადაყვე. ზედ გადაყოლა არ ნიშნავს იმას, რომ რაღაცას უკეთებთ, რაღაცას ასიამოვნებთ, არა. ზედ გადაყოლა სხვანაირად, მე არ გეუბნებით, არც ნამეტანი არ უნდა გადავყვეთ ზედ და არც ნამეტანი უყურადღებოდ დავტოვოთ ადამიანი, ხო? ეს მინდა რომ სწორად გაიგოთ. არ ვიცი, თქვენი ნება არ მომწონს სიტუაცია, როგორია, ამხელა სიყვარულია, ამხელა ემოცია იყო, ამხელავნება იყო, ამხელა დაახლოება, ამხელა მიჯაჭვულობა და უცბად ასე განრიყდით და ასე განდეგილდით. ესე თქვენ ცალკე და ისიც ცალკე? ნახოთ რას გურჩევს და რო. და ჩემი რჩევა. ქურუმი ხართ, ჩემო ძვირფასებო, ვინ მიყურებთ კოლეგები, მოგესალმებით, მიხარია ძალიან. ქურუმები ხართ. თქვენზეა დამოკიდებული ურთიერთობა როგორ წავა. პირდაპირ გეუბნებით. აქ ჯერჯერობით ემოცია ძალიან მცირეა. ერთადერთი მონატრების თემაში არის ეგოისტობა, მაგ კუთხით ენატრებით. დანარჩენი კუთხით არა. მაგრამ იმიტომ რომ აქ ჩარევებია ძალიან ბევრი, აქ არასწორი სიტუაციები მოხდა ძალიან ბევრი, არ არის გამორიცხული რომ თქვენს ბოდიში, მაგრამ იქარეთ. მაგრამ ქურუმი ხართ, ნახეთ ტარო რას გეუბნებათ, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ. თქვენ როგორც მიუდგებით და თქვენ როგორც გადაწყვეტათ, ზუსტად ისე წავა სიტუაცია. ამიტომ დაფიქრდით რა, კარგით? სწორად დაატანეთ ტვინი, აზრობრივად დაატანეთ გონება და აი გადმოვცანდით, ნახოთ პირადში, მე თქვენთან ერთად მაინტერესებს რა იქნება. ძალიან მაინტერესებს მე თქვენთან ერთად. და იმის მიხედვით გადავწყვიტოთ, საჭიროა გავაკეთოთ გამოძახება, საჭიროა მესამე პირის ჩაკეტვა, ჩავკეტოთ მესამე პირის, საჭიროა ამ ადამიანზე მუშაობა, ისეთი თბილი აღარ არის როგორც იყო, ვიმუშავებთ. ყველაფერი შესაძლებელია, ოღონდ დავინახო, რომ ერთმანეთის მიმართ ძლიერი კავშირია, როგორც ახლა იმპერატორი და იმპერატრიცა. არ ვიცი, დანარჩენზე შემომიხმიანეთ პირადში. იცით რომ მე 7 დღე კონსულტაციები არ მქონდა, გარდამეცვალა ბიძა და ძალიან ისეთი რთული დღეები გავიარე, ამიტომ განახლდა უშაბათიდან და შესაბამისად რაც დროულად მოიწერებით, მით უკეთეს. ჩემთან კონსულტაცია ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს ხდება. დანარჩენ მე თუ შემეძლება დაგეხმარებით. აუცილებლად წერთ პირადში. YouTube-ზე ნომერია მითითებული კომენტარში და გადმოხვალთ და მომწერთ WhatsApp-ი, Viber-ი, Telegram-ზე.
არ ვიცი, კარგად დაფიქრდით, ჩემო კარგებო, ეს არ არის ცხოვრება ისეთი, რომ მე დღეს წამოვწვე და მოდი აბა ხვალდაზე თვითონ რაც იქნება. არა. ჩვენ თუ არ გავანძრევთ ხელს, ვერაფერი ვერ იქნება, ხო? აქ არავინ გეუბნებათ და სწორად მინდა გაიგოთ ბჭყალებში შეტენვას აქ არავინ იძახის. არა. სწორი კუთხით მიდგომას იძახის, დანარჩენზე თუ რაიმე შემეძლება დაგეხმარებით. არ ვიცი, მოიფიქრეთ, გადმობრძანდით, დამიკავშირდით, გავშალოთ, ნახოთ, ჩემთან ტაროს გაშლა 2 დასტით ხდება და საათი და მეტი მჭირდება. მე ბოდიში, მაგრამ არავის არ 5 წუთიან ხმოვანებს თურმე რო იწერებიან, ისიც არ ვიცოდი, გავოცდი. არავით არის, სრულად უნდა გავშალო და ყველაფერი ვნახო. არ ვიცი, დაფიქრდით, გადმობრძანდით, ვნახოთ, ამდენ სკროლერს გირჩევნიათ ერთი პირადი გაშლა გააკეთოთ. დამიჯერეთ, ამოისუნთქებთ და ბევრად უკეთესად იქნებით. ეს იყო დღევანდელი ჩვენი გაშლა, სიტუაცია დამაფიქრა, სიტუაციამ რაღაცნაირად ასე ვთქვათ, ტვინში აი როგორ ავხსნა რა, აი ერთ ადგილას რომ აი კუთხეში რო აქტუზავენ დაახლოებით 100 ამტუზამ სიტუაციამ, იმიტომ რომ ხედავ გრძნობებს, წყვილში მიზიხართ ენერგეტიკულად ყველაფერი, მაგრამ არ არის კარგად მდგომარეობა. არ ვიცი, გადმობრძანდით, დამიკავშირდით, თუ საშუალია დროულად უშველოთ. თუ არა და აგერ თქვენ თვალწინ გეტყვით ყველაფერს. ეხლა დაგემშვიდობებით, მიყვარხართ ყველა დროებით.